ოპოზიცია, მარგინალური ჯგუფები და გარე აქტორები. ყველა ერთად და ცალ-ცალკე უკვე დიდი ხანია საქართველოში სიტუაციის არევას ცდილობს. ყველა ხერხი და რესურსი გამოიყენეს, რომ რევოლუცია მოეწყოთ და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ძალადობრივად დაემხოთ. მიზანი მარტივია. ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ქვეყნის მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად აქციონ. მათთვის სულ ერთი არაბედიელის ხვალ ჩვენ სამშობლოს. თავარია ძალაუფლება და უცხო ძალების მსახურება. თუმცა საწადელს ვერ აღწევენ. საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ, ამიტომ ხალხზე გაბრაზებულებმა მოქმედების მთავარ ინსტრუმენტად ძალადობა აქციეს. ჩამოყალიბდნენ ფაშისტებად და აგრესიულ მოძალადე ჯგუფებად, რომლებიც ყველა ხერხით პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაშინებას და ბულინგებას ცდილობენ. მათთვის არ არსებობს წითელი ხაზები, მორალი, ზნეობა. მათთვის სულ ერთია, ვინ დგას მოპირდაპირე მხარეს. რომ მივა შვილმა უთხრას, რომ მამა იქნება თუ დედა იქნება, უთხრას, რომ ცხენია, რომ შენი შვილი. თუ მათი თანამოაზრე არ ხარ, გაკადრებენ ყველაფერს. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ხშირად ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან და ცდილობენ ეს ყველაფერი ნორმად შემოგვასაღან. გვიკრძალავენ ახალი წლის აღნიშვნას, კონცერტებს, თვით ბავშვებსაც კი საახალწლო ნაძვისხესთან მიახლოებას და ამის პარალელურად თვითონ არც კონცერტებს იკლებენ და არც ნაძვისხის გარშემო ცეკვა თამაშს. არა, ზეიდა, არ იგიო. გადამაყენე, აი, ქუჩაში არ ერიდებიან ბავშვებს, მოხუცებს. მათთვის ყველა მიუღებელია, ვინც მათ მავნებლურ აზრს არ იზიარებს. მართალია ვერაფრით დაამტკიცეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ქუჩაში გამოვლელ ავტომობილებს მაინც აჩერებენ და მძღოლებს ამონათებენ იმის გამო, რომ ახალ არჩევნებს გაურკვეველი მიზეზით მათთან ერთად არ ითხოვენ. სტუდენტებს ლექციაზე სიარულისთვის ამონათებენ. მე რომ თქვენთვის აქ დღეს და ღამეს ერთმანეთისთვის ვასწორებ, თქვენ ჭირდებით, რომ იგივე გააკეთოთ ჩემთვის. ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის. თქვენი დედა საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს აგინებენ, შეურაცხყოფენ და მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. იქ რომ დგავართ 200,000 ადამიანი და უარცხლენია არ ვიდექით აი მე არ გინახია ფაშისტებს ნუ ემსახურები. მე ვემსახურებ კი, ფაშისტებს ემსახურები. აი ბატონი ტალახაძე, კუნთ მაგარი და ტვინ ცარიელი მიემგზავრება პარლამენტში. აეროპორტში, სკვერებში, ქუჩებში, საცხოვრებელ სახლებთან მივარდნებით, გინებით, ყვირილით. ცდილობენ შექმნან განწყობა, თითქოს ბევრნი არიან და მათი აზრის გარშემო უნდა იტრიალოს ყველამ და ყველაფერმა. დამიმკიჩა რომ მონა ხელი დაიმოკალე ახლა. კარბი ხარდ ბიზნესთან მონებო. მომღერლებმა არ უნდა ჩაატარონ კონცერტები, მაშინ თუ ისინი ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან. სამაგიეროდ მათთან ერთად მდგომებს ყველაფრის უფლება აქვთ. არც საღამოების გამართვას უშლიან და არც დაბადების დღეების აღნიშვნას. არც უცხოეთში მოგზაურობას და კონცერტებზე დასწრებას. როგორ ფიქრობთ, თებერვალში რომ დავნიშნო კონცერტი, საიდანაც დიდ თანხას გადავრიცხავთ აქციების დაზარალებულებისთვის, კარგი იდეაა? გადასარევი იდეაა, დამატებითი ვირტუალური ბილეთებიც დაამატეს საზღვარგარეთ მყოფთათვის და მეტ დაზარალებულს დავეხმარებით. ჩაატარე ჩემო ძვირფასო მეგობარო, ამასობაში მეც წამოგეწევი ჩემი გადადებული კონცერტებით და იგივე ინიციატივით, რომ დავეხმაროთ რეჟიმის პატიმრებს და ასევე სცენიდან კიდევ ერთხელ ვთქვათ ჩვენი სათქმელი, მათ შორის მუსიკით. კი, სტეფანე, კი, აუცილებლად. ხელოვნებამ დაიწყო და ხელოვნება უნდა დაეხმაროს ყველას, ვისაც უკვე შეეხო. მეცაც გეტყვი, აქციებში დაზარალებულების გარდა შენ თვითონვე უნდა აიღო თანხა აუცილებლად. კი, კარგი იდეაა და საერთოდაც კონცერტის ჩატარებაში ვერ ვხედავ ცუდს ვერც ერთ ეტაპზე. თუ სხვა პროფესიის ადამიანები მუშაობენ, მუსიკოსებმა რა დააშავეს? ან თავის რჩენა ხომ უნდათ სხვა თუ არაფერი?
მთავარი მაინც ის არის, რომ გვარწმუნებენ, ცდილობენ შეგვაჩვიონ, რომ მათ აქვთ უფლება კვერცხები ესროლონ მოსამართლეებს და პასუხი არ მიიღონ. აქციაზე ხელი დაარტყან პოლიციელს და მერე მოძალადის გამოშვება მოითხოვენ იმ მოტივით, რომ გაბრაზებული აჭარელი ქალია და რა მოხდა თუ გაბრაზებულმა ხელი დაარტყა პოლიციელს. ამისთვის პასუხიც არ უნდა აგოს. მოედით რომ კიდე ერთხელ თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტიკას და რა თქმა უნდა გებოაძე შეუჩერდეს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობაში მიეცეს. აქციაზე სამართალდამცავებს ესროლონ ქვები, მოლოტოვები, პიროტექნიკა. დაასახით, რომ პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ პოლიციას უფლება არ უნდა ჰქონდეს. მათ წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს. მაგალითად, მოლოტოვის საპირწონედ წყლის ჭავლი არ უნდა გამოიყენოს, ან პიროტექნიკის საპასუხოდ გაზი. ვინ არის გავალებენ შესრულებელი დაწყვეტა სახეზე რა? გადმოდი. ბიჭები გადმოდი. მილიციანები ხართ. გომენაური თქვენი შეფი რო არის. აუ, ქალბატონო, ძალიან ხოთ რა. ენა და ძილობიანი. რა, ძილობიანი. ხელი ჩაწეწერე ძილობიანები. თავის, ხალი რო ხარ ნუსარგებლობ რა. მონახარ მართლა. ვიცი, შენ ხარ რუსეთის მონახარ და სხვა ქვეყნების მონახარ. გადიათ იდა. გგონიათ თუ მოუნდებათ შეუძლიათ პარლამენტის დეპუტატს უცხო ქვეყანაში აკინონ, შეურაცხყოფა მიაყენონ და თუ საპასუხოდ ლოგიკური რეაქცია მიიღეს, მაშინ პასუხს ძალადობა დასაღებენ. თუ გახარიას მსგავსად ვინმე დაარტყამს პარლამენტის დეპუტატს, ან შეურაცხყოფას მიაყენებს, საპასუხო რეაქციაზე ისტერიულ ყვირილსა და მუქარას იწყებენ. გიორგი გახარიას 10-ზე მეტი ადამიანი თავს დაესხა. ჯგუფური თავდასხმა, წარმოიდგინეთ 10-ზე მეტი ადამიანი თავს დაესხა და იძიებენ. რაღაცა 126-ზე მუხლით და ქალბატონი მზია ამაღლობელი, აი თქვენი კოლეგა, რომელმაც სახეში მოქალაქეს, ის არისო პოლიციელი, სახეში სილა გააწნა, ამ ადამიანს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. თუ ეზოში მოწყობილი აქცია არ მოსწონთ იმუბნის მაცხოვრებლებს და ამის გამო შენიშვნას მისცემენ, მონასა და რუსეთუმეს ეძახიან. და თუ ამაზე ლოგიკური პასუხი მიიღეს, ადამიანებს ტიტუშკებსა და ზონდერებს ეძახიან. სიცილს გვიკრძალავენ. არ მოსწონთ გაბრაზებული პოლიციელები, წყლის ჭავლი და დაკავებები, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არ მოსწონთ მომღიმარი პოლიციელები. რამდენიმე დღის წინ ლამის მეორედ მოსვლა მოაწყეს სასამართლოს ეზოში უწყინარი ღიმილის გამო. სტუდენტებს თავს ესხმიან გამოფენილი ნამუშევრებისა და ღიმილის გამო. გაიძულებენ იყოს სოლიდარული, როცა თავად მხოლოდ ზისხსა და სიძულვილს, შეურაცხყოფასა და ბოროტებას გთავაზობენ. ნახატების გამოფენა გამოფინე, თემატური მაინც იყოს, აქ ცხენი ახალგაზრდები, ბავშვებს ყველაფერი სასამართლო პროცესები მიდის და გამოფენა მოაწყვეთ. მაგაცინებში უნამუსო გაუზრდელო. უკაცრავ ვინ ბრძანდები? თუ შენი პოლიტიკური შეხედულება არ მოსწონთ, გემოქრებიან, რომ საჭმელში ჩაგიფურთხებენ, სასმელში რაიმეს ჩაგიყრიან და ეს მათთვის გამართლებული მეთოდია. ყველა კერძში ჩაფურთხებულია. ჭამეთ ახლა. თქვენ სულში ჩააფურთხეთ საქართველოს მომავალს და გამყიდველ მონამოსამართლეებს საჭმელში რომ ჩაუფურთხოს ამ ახალგაზრდობამ. ეს გიკვირთ, არც მიკვირს და ვუწონებ კიდევაც. უარესის ღირსები არიან, არამც თუ ჩაფურთხების, ისე აჯობებს სახეში შეფურთხება, წყლის ან საღებავის გადასხმა თავზე, ან სხვა რაიმე მსგავსი, რაც სულ მცირე სასჯელია იმისთვის, რასაც ქვეყანას უკეთებენ. მიტანის დროსაც დაუფურთხონ. გაიძულებენ აიტანო გინება, საკვებში ჩაფურთხების მუქარა. პოლიციელებს აიძულებენ აიტანონ დამწრობა, გატეხილი თავი, დასახიჩრებული სხეული, სახეში ხელის გარტყმა და პასუხი არავინ უნდა გასცეს. ბესელიას დაჯგუფება მოვიდა დავით ართაბეჟაშვილი, მისი მოადგილე იმყოფება ახლა ჩემთან ერთად. ბატონო დავით, რამ შეგაწუხათ, რატომ მოხვედით აქ? ჟურნალისტები ითხოვდნენ კოლეგებს. დაჯგუფება გია ბესელიას? დაჯგუფება მიწოდეთ? დაჯგუფება არ გიწოდეთ. გია ბესელიას ხელმძღვანელობით ქვედანაყოფი. დაჯგუფება მოვიდაო, დაჯგუფება ძალიან კარგად გავიგე. დიახ, ქვედანაყოფი გია ბესელიას. ცდილობენ შეგვაჩვიან, რომ როგორც უნდა ისე მოგვექცევიან.
რასაც უნდა იმას გვაკადრებენ, მაგრამ თუ პასუხს გავცემთ, მოძალადეებს გვეძახიან და სახლში გვევარდებიან. თუმცა ავიწყდებათ, რომ ვისაც ეს მცირე მარგინალური ჯგუფები ებრძვიან, ცდილობენ დაამონათონ აიძულონ შეურაცხყოფის, გინების, ფურთხებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ატანა საზოგადოების უმრავლესობა. ამ მოძალადეებს ავიწყდებათ, რომ ეს საქართველოა, ყველაზე ღირსეული ქალებისა და კაცების ქვეყანა, სადაც ღირსებაცა და თავმოყარეობაც ყველაზე მაღლა დგას და თუ ეცდება ვინმე ნებისმიერ ჩვენგანს ეს ღირსება რაიმე ფორმით შეულახოს, ჩვენგან პასუხი ყოველთვის შესაბამისი იქნება. ადამიანები, რომლებიც რუსეთში კონცერტებს ატარებდნენ და ატარებენ, ადამიანები, რომლებიც რუსეთში ყიდიან თავის სასმელებს, თავის პროდუქტებს, მოყავთ რუსი ცოლები, აქეთ ადამიანებს ამუნათებენ იმაში, რომ ვიღაცები ვართ რუსების მონები და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ჩვეულებრივი დარცხვინების პოლიტიკა, რომ ადამიანი უბრალოდ დაამუნათო, შეარცხვინო და მას, ასე ვთქვათ, თავისი პოლიტიკური ხმა დააკარგვინო, მაგრამ რაც არის სასიხარულო, არის რომ ეს ყველაფერი უკვე აღარ მუშაობს. ადრე ეს იყო დომინანტური ნარატივი, ლიბერალურ გლობალისტური ნარატივი, მაგრამ დღეს ეს ნარატივი, ასე ვთქვათ, თავის ბოლო ექოებს გამოსცემს აი ამ მარგინალი, მე ვიტყოდი, ჯგუფების სახით. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოსტი შემდგა რაღაცა X-ზე, რომელიც მოუწოდებდა განსეს როუსის, რომელიც ჩააპირებს ჩამოსვლას საქართველოში, ვითომ არ ჩამოხვიდეთ, ვითომ არ ეკონცერტება ქვეყანას, ვითომ კონცერტი არ უნდა ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში. მე მეცაც გეტყვით ამ პერიოდში ძალიან ბევრი კონცერტები ჩავატარეთ, ძალიან უხაროდათ ბავშვებს, ძალიან ბევრ რეგიონში ჩავედით. ჩვენ რაღაცნაირად მივეჩვიეთ ამ მოძალადე ჯგუფისგან, რაღაცა ვიწრო ჯგუფისგან ძალადობას აქეთა ნორმალურ საზოგადოებაზე და ყველას აბსოლუტურად დაუბრუნებთ პასუხს. ჩვენგან იქნება პასუხი ყველა მათ არასწორქმედებაზე, მათ ბულინგზე, ჩვენ ვამხელთ ყველას, ყველა პლატფორმაზე, სადაც შეგვიძლია და არ არსებობს, არსად არ გაუტარებთ. ყველგან მიიღებენ ჩვენგან პასუხს, სადაც იქნება მათი მხრიდან ბულინგი, ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, ეს იქნება ის ვიწრო ჯგუფი, რომელიც ძალადობს საზოგადოების უმრავლესობაზე და ასე შემდეგ. ჩვენგან იქნება უმკაცრესი პასუხი ყველა მათ არასწორ ქმედებაზე.